გამოიცანი რისი ხმა და საინტერესო ფაქტს გეტყვი მასზე, გაწვევს? მაწყობ. კარგი, გაიგეთ ყურს ოსმანი. გამოიცანი რომელი ცხოველის ხმა? ლომი? არა, ლომი არ არის. ეს ხმა არის მეტრო გოლდვინ მაიერის ლოგოდან, რომელიც არის სინამდვილეში ვებხვის და არა ლომის. მარკ მანჯინი, რომელიც იყო ხმის რეჟისორი და მუშაობდა ამ ლოგოს ხმაზე, აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში ლომის არც ეს შემზარავი ხმა აქვს და გამოიყენა ვებხვის ხმა. რომელი ისტორიული ფიგურის ხმა? ათელში გამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ზუსტად გამსახურდია? კი, ყოჩაღ ზიად გამსახურდია და ეს არის 1991 წელს 9 აპრილს, როცა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. რომელი გამოგონების ხმა? კომპიუტერის? კლავიატურის? პრინტერის? აი, კომპიუტერის მაუსის ხმა. რეალურად მაუსის ხმა მაუს ფუნქციონირებისათვის საერთოდ არ სჭირდება, თუმცა პირველმა დიზაინერებმა გადაწყვიტეს, რომ მომხმარებელს რაღაც უკავშირი სჭირდებოდა და ამიტომ დაამატეს მაუსის ხმა. რომელი ინსტრუმენტის ხმა? არ ვიცი რა. საქსოფონის ხმა ეს? იმის მიუხედავად, რომ საქსოფონი ლითონისგანაა, მაინც ხის ინსტრუმენტად ითვლება, იმიტომ რომ ხმას გამოსცემს ლერწმის ფირფიტისგან. აბა ეს რისი ხმა? ადამიანია?